ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი გრძელდება. ევროპელი პარტნიორები დღეს ნატო ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციაზე იმსჯელებენ. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზება. აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტზე უკვე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც საუბარია საქართველოზე. სუვერენიტეტისადმი ერთგულება, ასოცირებული ტრიოს ურთიერთობების გაძლიერება ევროკავშირთან და რეფორმების მხარდაჭერა. ეს ის საკითხებია, რომლებიც 22 გვერდიან დოკუმენტშია ხაზგასმული. ევროკავშირის საქართველოს მოლდოვისა და უკრაინის ინიციატივას გააღრმავონ თანამშრომლობა ორგანიზაციასთან მიესალმება. აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტში მონაწილეობს საქართველოს დელეგაციაც. პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ შეხვდა. შეხვედრა შედგა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთანაც. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და მათი გაგრძელების მნიშვნელობას. ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრებს და ევროპელი ლიდერების მიერ მიღებულ დეკლარაციას აფასებენ თბილისში. ქართული ოცნების შეფასებით მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში მხარდაჭერილია ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ ქართული ოცნების ლიდერმა ბრიუსელში მკვეთრი განცხადებები მოისმინა. მათი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მთავარი მოწოდება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, ასევე პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ძალიან კარგია ის, რომ ევროკავშირი ძალიან მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და ამ შემთხვევაში კონკრეტულად მათ შორის საქართველოსი. მიუხედავად ამისა, საკმაოდ გულდასაწყვეტია ის, რომ 4 წლიანი პაუზის შემდეგ ამხელა მნიშვნელობის პოლიტიკური ფორუმი დასრულდა ისე, რომ საქართველოს არანაირი ახალი პერსპექტივა ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით არ წამოუღია და ვერ წამოიღო ჩვენმა ქვეყანამ. თუმცა ცხადია იმ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, ის გზავნილები, რომელიც გაჟღერდა საქართველოსთან მიმართებაში ხელისუფლებისათვის უნდა იყოს სახელმძღვანელო, გაკეთდა, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი არის, რომ ქვეყანაში მიღწეული იქნეს პოლიტიკური სტაბილურობა. პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში ვერ მიიღწევა, თუ ქვეყანაში არსებობენ პოლიტპატიმრები და პოლიტიკური განსხვავებული მოსაზრების გამო დევნიან პოლიტიკურ ლიდერებს. ძალიან კარგია, რომ ევროპის მხრიდან არსებობს მზადყოფნა და არსებობს სურვილი, რომ მიიღონ საქართველო, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ვაიძულებთ ხელისუფლებას გადადგას სწორი ნაბიჯები სასამართლო რეფორმის, საარჩევნო რეფორმის, დემოკრატიის, საზოგადოების კონსოლიდაციასთან დაკავშირებით. თუ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯები არ გადადგა, ევროკავშირის სურვილი დარჩება მხოლოდ სურვილად. იმისა იმ რადიკალური ოპოზიციის მცდელობისა, რომ არ შეხვდებიან, რაღაცა ობსტრუქციას მოაუწყობენ, საქართველოს დღის წესრიგიდან გაქრა, აღმოჩნდა, რომ მორიგი ბლეფი ოპოზიციის მხრიდან, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პირიქით. ყველა ნათლად ნახეთ, რომ საქართველოს არის ევროპის დღის წესრიგში, საქართველოს არის დიდი სახელმწიფოების დღის წესრიგში და ასე იქნება მუდამ, იმიტომ რომ საქართველოს არის მნიშვნელოვანი ქვეყანა რეგიონში სტაბილურობისთვის და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ რუსეთი არის აგრესორი.